მე მშობელი გიზი ვარ წინ, რომელიც ვიღებ ამ კრიტიკას. მე შენგან ამას არ ველოდი ყოჩახ. არ ვარ. ამ უნარების გარეშე მე მგონი ძალიან სწავლებელი არ უნდა ასწავლდეს სკოლაში. როდესაც უინტერესოა ის პროცესი და მეზარება ის, რაც არ მაინტერესებს. აუ ვერ ვიჯერებ, რომ ეგ ყველა ჯერზე გამოგდით. არ არის საჭირო იქ შეცდომებზე ყურადღების გამახვილება ერთიანი, ორიანი. კარგი რეკომენდაცია. გვინდა როცი პატო ხარ. უთხასიათზე და დღეს დილით დედამ და მამამ იჭმეს. როგორ რეაგირებენ სკოლაში ჩემი შვილების შეცდომებზე? წლიანი და რვიანი ხონიშნები არ არის. 10-იანია მხოლოდ. მოგიყვანეთ და ასწავლეთ. ბავშვი სწავლობს იმ საგანს, რომელი მასწავლებელიც უყვარს. შეუძლია თუ არა მასწავლებელს მოკლას თვითშეფასება? ვიცი მას რა ვუთხრა, რომ კარგი შედეგი მივიღო. ხშირად ვჩაბლებს პირიქით უნდათ, რომ აი მომთხოვნი მასწავლებელი ყავდეს ბავშვს, რომ აი ყველაფრის ფასად გააკეთო. არ მუშაობს. ჩემს ბავშვობაში ეს ნორმალური იყო, რომ მასწავლებლები უყვიროდნენ. წერის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. მოგესალმებით, მე გვანცა დარასელია ვარ და თქვენ უყურებთ ჩემი პოდკასტის მომდევნო ეპიზოდს. ალბათ ყველას თქვენს და მეც გვინდა რომ ვიყოთ მეტნაკლებად კარგი მშობლები და ყველა ვოცნებობთ რომ ჩვენ შვილებს შეხვდნენ კარგი მასწავლებლები და მეთანხმებით ალბათ და რაც ჩემი შვილები სკოლის და ბაღის ასაკისანი გახდნენ იმის მერე ჩემი ფიქრები აი აქ ტრიალებს აი როგორ გარემოში მოხვდა ჩემი შვილი როგორ ექცევიან მას სკოლაში ან ბაღში ხომ არ ისტრესება, ვინმე ხო არ უყვირის, საერთოდ რა ხდება იმ სივრცეში, სადაც ყოველდღიურად ჩემს გარეშე ბავშვი ძალიან დიდ დროს ატარებს და ასევე სულ მაქვს ხოლმე კითხვები, რამდენად აღიქვამენ ჩემს შვილებს სკოლაში, როგორც ინდივიდუალურ პიროვნებებს. რამდენად ეძლევათ მათ რომ საშუალება რომ გამოთქვან თავისი აზრი, დასვან კითხვები, ჩამოუყალიბდეთ კრიტიკული აზროვნება და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც სულ მაინტერესებს, იმიტომ რომ მე როგორც მშობელი ამას ვაქცევ ყურადღებას, არის თუ როგორ რეაგირებენ სკოლაში ჩემი შვილების შეცდომებზე და როგორ რეაგირებენ შეცდომებზე ზოგადად სასწავლო სისტემაში. ბევრი ასეთი ფიქრი მაქვს როგორც მშობელს და კიდევ ერთი აი როგორ აძლევენ мотиваციას რომ აი ესეთი რუტინული საქმიანობა რასაც ქვია წლების განმავლობაში სკოლაში ყოველ დილით სისხამდილით წასვლა გახდეს მეტნაკლებად სახალისო პროცესი როგორც მივხვდით დღეს ვსაუბრობთ სკოლაზე მასწავლებლებზე მეცადინეობაზე და ყველაფერზე იმაზე, რაც ჩვენ მშობლებს გვაინტერესებს. და წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, მასწავლებელი და უკვე მასწავლებლების მასწავლებელი დაჩი ნანობაშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ რომ გვესტუმრეთ და ალბათ არ იქნება ლოგიკას მოკლებული რომ პირველ რიგში დავიწყოთ იმით, თქვენ როგორ ხედავთ მასწავლებლის როლს? რა არის მასწავლებლობა? ეს არის იმ ცოდნის გადაცემა ბავშვებისთვის რაც აქვს მასწავლებელს თუ რაღაცა мотиваციის მიცემა თუ ზოგადად პიროვნების ჩამოყალიბებაში წვლილი შეტანა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ერთად, მაგრამ დაწყებით კლასებში, სადაც მე მთელი ჩემი ეს პედაგოგიური მოღვაწეობა გავატარე, დიდწილად ეგ არის, რომ თავიდან უნდა შეაყვაროს ის საგანი, გარემო ინფორმაციაც რა თქმა უნდა სწორად უნდა გადასცეს და სწორი მიმართულებით წაიყვანოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თვითონ საგანი შეაყვაროს და ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს იმისი რომ ბავშვი სწავლობს იმ საგანს, რომელიც მასწავლებელიც უყვარს. ხო ესეა? ეგ ეგრეა? ნამდვილად ეს თვითონ ბავშვები ამბობენ ამას და უკვე დასრულებით, როცა ამთავრებენ სკოლას, მერეც ამბობენ რომ აი ამ საგანს იმიტომ სწავლობდი რომ მასწავლებელი ძალიან მიყვარდა. ძალიან მნიშვნელოვანი არის მასწავლებლის როლი, რა თქმა უნდა. უმნიშვნელოვანესი არის მშობლის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა რაღაც პრობლემა არის და მშობელი მასწავლებელი ერთობლივად ერთვება ამ პრობლემის გადაწყვეტაში, გაცილებით უფრო მალე დგება შედეგი. როცა ერთ-ერთი რგოლი ამოვარდნილია და რაღაცა ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ ჯანსაღი ან საერთოდ არ აქვთ. ამ შემთხვევაში რთულდება ხოლმე. მასწავლებლისთვისაც და მშობელიც სახში
იტანჯება ასე ვთქვათ, იმით რომ იმ შედეგს ვერ იღებს, რასაც ელოდება სკოლა. ხო, ეს რაღაცა ერთგვარი დაპირისპირება ხშირად მსმენია, რომ აი მშობელი სკოლაში მიიყვანს ბავშვს და გადაბარებული აქვს თლიანად, რომ აი ეხლა მოგიყვანეთ და ასწავლეთ და მასწავლებელი ხშირად არის რომ ჩივის მშობელზე, რომ აი რაღაცა ყოფაქცევა ბავშვის თქვათ არაკმაყოფილებს არ მოსწონს და არის უკვე ოჯახის არც ბრალი. ერთია სწორი და არც მეორე. ხო, აი როგორ არის იდეალურ ვარიანტში ეს მაინტერესებს და აქვე მივაყოლებ იმ კითხვას იმსაგან სწავლობენ, რომლის მასწავლებელიც უყვართო. როგორი მასწავლებელი უყვართ ბავშვებს? ისევ იმას ვიტყვი, რომ დაწყებით კლასებში, როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მით უმეტეს პირველ-მეორე კლასში, უცხო გარემოში, იქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მას თანამოაზრე დახვდეს მასწავლებლის სახით. ეს გულისხმობს იმ ყველაფერს, რაც დასაწყისში ჩამოთვალეთ, ეს არის ის, რომ მისთვის შეცდომის დაშვება არ უნდა იყოს პრობლემა. მისი ნამუშევარი იქნება, ნაფიქრი იქნება, ეს უნდა იყოს სწორად შეფასებული. ამითი გულწრფელად უნდა დაინტერესდეს მასწავლებელი. რასაც ახლა მე ვამბობ, იგივე შეუძლიათ მშობლებს მათ თავიანთ თავზე მიიღონ, როდესაც შვილი მიდის სახლში, შეიძლება ძალიან დაღლილი ვარ, მე მშობელი და ის თავის ამბავს მიყვება. ან რაღაცა ნამუშევარს მაჩვენებს, რომელიც შეიძლება იყოს რაღაცა ორი ჯოხი და ზემოთ მწვანე რაღაც ისე ეხატოს. არ აქვს მნიშვნელობა, უნდა დავინტერესდეთ გულწრფელად. კითხოთ რა დახატა, რატო დახატა, ან რა დაწერა, რატო დაწერა, როგორ დაწერა, რას უკავშირდებოდა. შეიძლება ვინმე თქვას, რომ არ მაქვს ამის დრო. არა და რაზეც მე ვსაუბრობ, ამას ჭირდება რამდენიმე წუთი. 2-3 საკმარისია. და ამით როგორც სკოლაში ისე სახლში ბავშვი თავს ეუბნება, რომ მე ყოჩაღი ვარ. თუ ჩვენ და რასაც ვაკეთებ, ეს მნიშვნელოვანია, როგორც არ უნდა ვაკეთებდე. რა თქმა უნდა. ზუსტად ეს არის, რომ აი საგაკვეთილო პროცესშიც მათემატიკას თუ შევეხებით, ხო, აი სწორია ყოჩაღ, არასწორია და როგორ შეგეშალა, აი თუ ასეთი დამოკიდებულება, ამ შემთხვევაში ხდება ზუსტად ის, რომ რაღაც მომენტში მე ვამბობ, რომ არ მომწონს რა ეს საგანი. მასწავლებელზე შეიძლება არ ვთქვა. ესე იგი, სადაც შეცდომის დაშვება სირცხვილია, ეგ კიდე ცალკე პრობლემაა. ეგ კიდე ცალკე თემა არის, ეგ უკვე თვითონ იმ სოციუმსაც უკავშირდება, სადაც ბავშვები არიან, მასწავლებლის ქცევასაც რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვამბობ უბრალოდ თუ მხოლოდ ერთი მიმართულებით არის, რომ აი ყველაფერი სწორად უნდა იყოს და ამ შემთხვევაში მაქებენ და მაშინ ვარ ყოჩაღი, მაგრამ თუ რამე შემეშალა, მეუბნებია რომ მე არასათანადოდ ვიმუშავე, არ უსმენდი და იმიტომ მომივიდა, ხო, ვიჩქარე და იმიტომ ან მხოლოდ უარყოფითი თუ მოდის, თვითშეფასებაც დაბლა მეწევა, ჩემ თავს ვეუბნები ნელ-ნელა, ამას დრო ჭირდება, ესეთი ადვილი არ არის, მაგრამ რაღაცა პერიოდის შემდეგ ვეუბნები, რომ აი მე ვარ ცუდი. მე ვაფუჭებ რა. ის მასწავლებელი შეიძლება არც მეჩხუბება, მიღიმის, არ მიყვირის, მაგრამ ასეთი უკავშირი როცა მოდის, ხო, მე რაღაც მომენტში მასის არ ვიტყვი რა, ცუდი მასწავლებელიაო, სახში რომ მიყოლ 7 წლის ბავშვი არ ვიტყვი, მაგრამ ვიტყვი რომ აი ეს არ მიყვარს. ეს საგანი არ მიყვარს. ხო, ალბათ 7 წლის ასაკში ვერც იაზრებენ, რომ კონკრეტულად პიროვნება შეაფასონ. უბრალოდ რაღაც ის პროცესი არ სიამოვნებს, იმიტომ რომ თქვათ რაღაც მომენტში არ იქნა დანახული მისი პატარა გადადგმული ნაბიჯიც კი. რეალურად რატო არ მოსწონს შეიძლება ვერც გითხრათ. ხო, სხვათა შორის ჩემ შვილს სწორედ ესეთი გამოცდილებები ჰქონდა, რომ მასზე ძალიან კარგად მუშაობს, სხვათა შორის ორივეზე. შექება ჩემზეც. ყველაზე. შეგვაქეთ მეგობრებო კომენტარებში. შექება, პატარა ბიძგის მიცემა, მოტივაციის მიცემა, აბა მოდი ესე. რა თქმა უნდა, მასწავლებელი ზუსტად იმისთვის არის, რომ თქვათ, მაღალი ნიშანიც დაწეროს და დაბალიც, მაგრამ სწორად აღნიშნეთ, რომ აი ეს გარემო, სადაც უფრო მეტად აქცენტი არის მოტივაციაზე, ალბათ უფრო ჯანსაღია ბავშვისთვის და სწორედ იმ საგანში უფრო გამოხატავს და გამოავლენს ხო თავის შესაძლებლობებს. აი მე წეღანაც ვახსენე რომ დაწყებით კლასებში მუშაობდი სულ, თუმცა მიცდია ზედა კლასებში წასვლა და მიმუშავია მე-8 კლასის ჩათვლით. თუმცა მიხვდარვა რომ ჩემი საქმე მაინც პატარებია. რატომ? იმიტომ რომ ის ბერკეტები რაც მე მაქვს და რაც გამოცდილი მაქვს და ნასწავლი მაქვს, ხო, მე ზუსტად ვიცი როგორ ვიმოქმედო პატარებზე. ვიცი მას როგორ შევაყვარო, ვიცი მას როგორ მოვანდომო, ვიცი მას
რა ვუთხრა, რომ კარგი შედეგი მივიღო. არაფრით არ ემუშავებს წეღარაც თქვი, რომ აი არ სწავლობ, არ მისმენ, არ ინდომებ, არ მუშაობს. შეცდომას ყველა უშვებს და შეცდომა ძალიან კარგი რამ არის თუ სწორად გამოიყენებ, როგორც მშობელი ისე მასწავლებელი. ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემოსწავლებს, როცა რაღაცას ხედავ რომ აკეთებს, კონკრეტულ მიზნამდე მივდივართ, მათემატიკა ხო ეგ არის რომ პრობლემა უნდა დავინახო, გავიაზრო, ის ინსტრუმენტები რაც მაქვს ხელთ, იმითი ეს პრობლემა უნდა გადავჭრა. ბავშვიც ამას აკეთებს, იწყებს პრობლემის გადაჭრას. რაღაც მომენტში შეიძლება ვერ მივიდეს სწორ პასუხამდე, ამ შემთხვევაში მე ვიწყებ ფიქრს, რა გააკეთა მან, რა ოპერაციები გააკეთა, სადამდე მივიდა, რა შეეშალა. ხშირად მithქვამს, რომ შეკითხვაში ეს რომ ეკითხათ, ან აქ რომ 7-იანის მაგივრად 6-იანი ეწო, შენ მართალი იქნებოდი. ვიწყებ იმით, რომ უკვე ამით მე ვუფასებ, რომ მან იშრომა. შეიძლება პირდაპირ უთხრა, რომ ძალიან კარგი მცდელობა იყო. შვენიერი იყო. ძალიან კარგია რომ ეს ნაბიჯები პირდაპირ მიუთითო. ან ასე შეუტრიალო თუ გაქვს ამის შანსი, რომ დაინახო სად გაიჭედა ასე ვთქვათ და რატომ მიიღო არასწორი პასუხი. აი მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, მაგალითად ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, რაც ხშირად ეშლებათ ბავშვებს, რომ მართკუთხედის პერიმეტრს რომ ითვლიან, ხო, იცის სიგრძე, იცის სიგანი. მიუმატებს ერთმანეთს და ავიწყდება, რომ ორზე უნდა გაამრავლოს, ხო? ამ შემთხვევაში ვეუბნები ნახევარ პერიმეტრი შენ სწორად დათვალე, მაგრამ შენ ხომ ღობე მთელი ეზოსთვის უნდა გაგეკეთებინა. ასეთ შემთხვევაში მივხვდი მას და თვითონვე ასწორი. ყოჩა ღვეული. კიდევ აძლევ დავალებას, მერე თავად ასწორებს, აკეთებს და იჯერებს. მას არ აქვს შიში შეცდომის დაშვების. არ აქვს შიში იმის რომ კითხვა დასვას რაღაც მომენტში. იმიტომ რომ იცის რომ ეს დაუფასდება. თუ კითხვა არის ვერ გავიგე ან უბრალოდ აი კითხვა კითხვისთვის ამ შემთხვევაში მე მას არანაირ მითითებას არ ვაძლევ. მე ვიწყებ რა თქმა უნდა. კარგად, ხო, იმიტომ სხვათა შორის ჩემ შვილებს უთქვამთ, რომ აი რაღაცას ვერ ვიგებ, ვეკითხები, კიდევ მიხსნის, ისე ვერ ვიგებ და შემდეგ ნერვები ეშლება და ყვირის. მესმის, ეგ ეხლა არც ბავშვი ამ შემთხვევაში დამნაშავე და თქვა არც მასწავლებელი, თუმცა მასწავლებელი აშავებს იმას, რომ არ ცდილობს სხვა გზით აუხსნას. თუ ერთ და იგივეს უმეორებ, ორჯერ თუ ვერ გაიგო, სავარაუდოდ ვერც მესამედ ვერ გაიგებს. მეც მქონია მომენტი, რომ რამდენიმე ვარიანტი მიცდია, მაინც ვერ მიმიღია შედეგი. ცოტა საკვირველია, მაგრამ მithოვია თანაკლასელისთვის და ის თანაკლასელი აბდაუბდას რო ელაპარაკება, იქიდან ხვდება. ესეც მეთოდია. ერთენაზე მოსაუბრენი. კი, მართლა არ ვიცი როგორ, მაგრამ ახერხებენ. ან უბრალოდ მithქვამს, რომ მე დავიმახსოვრებ შენ შეკითხვას და აუცილებლად და შეიძლება დერეფანშიც უთხრა, ან მეორე დღეს, ან შეიძლება გაკვეთილის ბოლოს ვცადო, ან ინდივიდუალურად მივიდე. ხო, მე როგორც მშობელს, მე სხვა გზა მაგალითად მათემატიკაში მასწავლებლის იქეთ არ გამაჩნია რომ ბავშვს ის კონკრეტული საკითხი აუხსნა. იცით რისი კითხვა მინდა, რადგან ვსაუბრობთ საგაკვეთილო პროცესზე. ყველა ბავშვი არის განსხვავებული, ინდივიდუალური, ჯერ ერთი თავისი ხასიათით და მერე თავისი შესაძლებლობით, ტემპით და ათვისების უნარებით. და მასწავლებელი არის ერთი. მას აქვს რაღაც შეზღუდული დრო, რესურსებიც ალბათ ზოგ მასწავლებელს მეტი, ზოგს ნაკლები, სხვადასხვა ტიპის რესურსებზე მაქვს საუბარი. აი როგორ უნდა ხდებოდეს საუკეთესო ვარიანტში, მოდი ესე ვთქვათ, რომ ყველა ბავშვისთვის მეტნაკლებად იყოს შედეგი დაიდოს, ასე იმ ერთი გაკვეთილის შინაარსი, როგორც მინიმუმ ყველამ გაიგოს. პირველ, მეორე, მესამე კლასში შედარებით მარტივად არის საქმე, იმიტომ რომ იქ სხვა უნარებზე ვმუშაობთ და არა მაინც და მაინც ვთქვათ მათემატიკის სწავლაზე, რა თქმა უნდა, ხალისო პროცესიც. ხო, და დროც მეტია და საშუალებაც მეტია და ნუ შედარებით მარტივად ხდება ეს ყველაფერი. იქაც არის, მაინც არის ნელი მოსწავლე, რომელიც ნელა მუშაობს, არის ვინც სწრაფად ფიქრობს, სწრაფად პასუხობს.
იქაც რა თქმა უნდა არის ვერ გავიგე, ოღონდ იქ უფრო გულწრფელია ხოლმე ვერ გავიგე, ვიდრე ზედა კლასებში. ან ზოგჯერ წხვენიათ ამის თქმა და უბრალოდ ისე გაივლის რამდენიმე გაკვეთილი ან რამდენიმე კვირაც კი, რომ იმ შეიძლება თემას ათქვას. საერთოდ ვერ იგებს ბავშვი. ხო, კი, ეგეც ხო? არის. ეგ მომენტიც არის, ეგ გარემოზეც არის დამოკიდებული და აი ეს ვერ გავიგე, ეს გულწრფელობა ნელ-ნელა იკარგება, იმიტომ რომ იზრდებიან, ასაკი ემატებათ, ასე ხო და შემდეგ. აწყობს რა თქვას, ხო, რომ ვერ ხო, გაიგო. აი მე მქონია მაგალითად შემთხვევა, რომ მოსულა მოსწავლე მე-5 კლასში, მე-6-ში, არ მახსოვს ზუსტად და უთქვამს, რომ საშინაო დავალებას ვარჩევთ და კითხვებს ვსვავ და სხვადასხვა ფორმით ვამოწმებ, მაგალითად იციან, რომ შეიძლება უბრალოდ ჩამოვიარო და სისწორი არ შევამოწმო ამ დროს და მეკითხებიან რას აკეთებ, ეუბნები რომ რაღაც კონკრეტულს უყურებ, ეხლა თქვენ ვეულებში. და მართლა ასე ვაკეთებ, რო ჩამოვილი ის რაზეც მე დავდივარ, იმას უყურებ, მე დაფაზე ვარჩევ, რომ თქვენთან კონკრეტულად არავის არ ვამბობ, ესეთი რაღაც ვნახე, ეს ამას ნიშნავს, ესე იქნებოდა, ისე იქნებოდა და ამაზე მაქვს აგებული. მეორე შემოწმების მეთოდი არის, რომ ცოტა დიდხანს ვჩერდები და უფრო ვეკითხები. ან ვეული მიმაქვს და ვამოწმებ საერთოდ დეტალურად, ხო? და არის ხოლმე შემთხვევა, რომ აი დავალება გადახედა სახში, ხო? მიხვდა რომელს სჭირდება ცოტა დრო, დაწერა და ის ის ვერ გაიგო. და რაც ხა ამაზე დრო უნდა დაიხარჯოს, ის ვერ გავიგე. ხა დედა თუ უმოწმებს, ეტყვის რომ რაქენი. დავწერე. აი ეს დავწერე, ეს დავწერე, ეს დავწერე. ეს ვერ გავიგე. ხა იმას დრო უნდა, არც უცდია. აი ხვალ რომ მივალ კითხავ დაჩიმაცა. მოვა. ხო, მიდი აუცილებლად კითხე დედა ცეუბნა. ხო, აი ხვალ იცოდე კითხავ. კითხე თუ არ კითხე. მოდის აი ეს ვერ გავიგე მეუბნება, კარგი და ვიწყებ ეხა რომ ეს თემა აუხსნა და გავიხედე და უკვე აღარც მისმენს 10-20 წამში. რატო? იმიტომ რომ სახში რომ მივა, მართლა აი შინაგანად. არა, შეიძლება გამეცინოს კიდევაც, ან ყოფილა შემთხვევა რომ ასე ვხსნი და ის ხო წასულია და სხვაგან არის ან რაღაც ფიქრებში, ან მეგობართან და ჩავივლი ხოლმე მასთან, ისე რომ უკვე ვერც მხედავს, დამკარგა უკვე კლასში, არც აინტერესებს ის რა, იმიტომ რომ დედასთან მოგვარებული აქვს, იმიტომ რომ კითხათ, კითხვა დასვა. ხო, თავიდანვე მოიშორა დავალება მალევე, დაპირდა რომ დაჩიმასწავლებელს კითხავდა, მოვიდა მკითხა, სახში რომ მივა. დედა კითხავს, კითხე, ის ეტყვის კითხე, გაიგე? ვერ გავიგე. ხო, აი ძალიან მარტივად და მე დედა იტყვის რომ ხეს დაჩიმასწავლებელი ვერ უხსნის. ხო, ვერ უხს, კიდე კითხე ეტყვის ან რაღაც. ამიტომ ასე დროს ხო მივეპარები ხოლმე ესე და იქ რომ მივალ, იქ ხმამაღლა ვიწყებ ლაპარაკს. შეხტევა, ამაზე ვიცი, ამაზე აი შენიშნით რომ აი რომ დაუწყო ხა მას ლაპარაკი რომ შენ არ მკითხე და თუ შენ არ გაინტერესებს დროს რატომ არ დაიკარგა დრო ისე. ხო, უკვე ისეთ ემოციას გამოვიწვე მაშინ რომ აღარც მოუნდება და თუ სიცილით აი ესე ხუმრობით, აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხუმრობის ელემენტები გაკვეთილზე. აუ ვერ ვიჯერებ რომ ეგ ყველა ჯერზე გამოგდით და აი მართლა გულწრფელად ვფიქრობ, რომ მასწავლებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესია და პროფესია, რომელსაც სჭირდება მიძღვნა და იმაზე მეტი რესურსის ჩადება, ვიდრე რა ვიცი, ბევრ სხვა პროფესიას, იმიტომ რომ გაკვეთილის დროსაც ხარ მასწავლებელი, გაკვეთილების შემდეგაც ხარ, იმიტომ რომ ალბათ რაღაცნაირ პროცესს გადიხარ მომზადების, სანამ გაკვეთილზე შეხვალ მანამდეც. ასე მგონია, რომ არ დადეგები ბავშვებზე მეტად თქვენ გიხარიათ. კი, თუმცა არის ერთი მომენტი. აი ემოციურად არ გაქვთ ხოლმე აი ეს რაღაცა გადაღლის მომენტი, ან მართლა ფრაზი რა, რომელიც ჩემს ბავშვობაში ეს ძალიან ნორმალური იყო, რომ მასწავლებლები გვიყიროდნენ და გამოხატავდნენ ამ ბრას და თუ უფროსებთან გვაქვს დაწყებით კლასებში ეს არ არსებობს რა ესეთი რაღაც არ მუშაობს არანაირად არ მუშაობს, მაგრამ არსებობს. ხო, ისეთ რომ ბევრ სკოლაში არსებობს. ზედა კლასში აი რო იზრდება უკვე და როცა მართლა შეგიძლია როგორც თანასწორს ესაუბრო, ხო? იქ თვითონაც უგრძვნიათ, ოღონდ ნახეთ აი ჩემი ეს ასე ვთქვათ დატუქსვა, ხო? არის ხოლმე ძალიან შინაარსიანი, არ არის რაღაც უბრალოდ საიდანღაც მოსული და ისევ საუბრობთ, რომ მათ სწვენიათ, ვატყობ და ყოფილა შემთხვევა, რომ ან იქვე, ან გაკვეთილის მერე უთქვამს, რომ მე
შემეშალა ასე არ უნდა მექნა და ეს სხვა მომენტია. არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი. ის უნდა ხვდებოდეს, რომ შენ მისიანი ხარ და აი მეოთხეთ აი რამდენიმეჯერ რო ერთი და იგივე შენიშნა საძლევ და თან რო ეუბნები, რომ აი კიდე ხო გითხარ, მოდი ერთხელ მეხუთეთ რო იგივე შეეუბნები, აღარ აქვს ამაზე თვითონ ისეთი რეაქცია უარყოფითი და ხვდება რომ მასაც შეეშალა. მით უმეტეს რომ შენ მას შეურაცხყოფას არ აყენებ, არ როგორ თქვა, კლასელების წინაშე არ არცხვენ. ამაზე როგორც უფროს ისე ელაპარაკები, რომ აი მე ხო ესე ვარ, შენ ხო ესე ვარ, ხო შეგიძლია, ხო ესე. და ნუ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის, როცა პირდაპირ კი არ იწყებ იმითი, რომ რაც არ მოგეწონა, ხო? აუცილებლად ხაზს უსვავ მის რაღაც დადებით თვისებას, ან ქმედებას, რომელიც გააფუჭა იმ რაღაცით და შემდეგ ისევ იმედს იტოვებ მასთან ერთად, რომ ეს გამოსწორდება. ანუ ეს სენდვიჩის მეთოდს, რასაც ვეძახით, ეს არ არის მხოლოდ წერილობითი მომენტი. აღზრდაში ეს სენდვიჩის მეთოდი ძალიან ბევრჯერ უნდა გამოიყენო. ფაქტიურად სულ ეს უნდა გამოიყენო, იმიტომ რომ ეს მუშაობს, ეს ნამდვილად მუშაობს. მე მინდა კითხოთ თვით შეფასებაზე. ბევრი ადამიანის გარშემოც გნებავთ, არ ვიცი, ჰოლივუდის ვარსკვლავების თუ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხშირად გვსმენია ისტორიები, რომ აი რაღაცა მოახდინა ისეთი გავლენა მათ თვით შეფასებაზე, ან დადებითი, ან უარყოფითი, რამაც შეცვალა მათი ცხოვრება და საერთოდ ზოგადად ხასიათი და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. და ძალიან ხშირად ეს სწორედ სასკოლო ასაკში ხდება, იმიტომ რომ პიროვნებად ბავშვი ყალიბდება სწორედ მაშინ, როცა დადის სკოლაში. შეუძლია თუ არა მასწავლებელს მოკლას თვით შეფასება და შეუძლია თუ არა მასწავლებელს რომ პირიქით გააღვიძოს. თვით შეფასება, დაბალი თვით შეფასება, იმდენად ცუდი რამ არის თუ აქვს ბავშვს, რომ ამის გამოსწორება საკმაოდ დიდი დრო ჭირდება და საბოლოო ჯამში შეიძლება რაღაცა ფორმით მაინც დარჩეს. დასრულიც რომ იქნება. აი არ გვეგონოს რომ ეს თვით შეფასება 6, 7, 8 წლის და აი მანდ უნდა დაიწყოს და მანდაც შეიძლება. ეგანაც როგორც თქვი რომ არასწორი უკავშირით შეიძლება იმდენჯერ დაუგროვდეს ამ ბავშვს რომ არ გამოვცადე, მართლა ვცადე. აი ყველაფერი გავაკეთე და რამდენჯერ ვცადე და მაინც არ გამოდის. და სულ მეუბნებიან რომ არა. ამ დროს შეიძლება მოხდეს ზუსტად ეგ, რომ მე ჩემ თავს უთხრა, რომ შენ არ ვარ გიხარ. არის მეორე მომენტი კიდევ. ეს ეძახიან 3 წლის კრიზისი, ის როცა ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად რაღაცების კეთებას და დედას მოშორდება და უკვე თვითონ უნდა რომ რაღაცები აკეთოს. აი იქიდან რო იწყება, რომ არ დაისხა დაგესხმება გავუში, არ გაიქცეთ, წაიქცევი, არა, ჩანთა უნდა ჩაულაგო, იმიტომ რომ დარჩება რაღაც და მის გასაგონად იძახი ამას და ასე შემდეგ და სკოლაში რომ მოდის უკვე დაბალი თვით შეფასება. იმიტომ რომ მას არ აძლევენ საშუალებას გააკეთოს ის რაც უკვე შეუძლია. და სულ ხელში, აი სულ უნდა უკონტროლო ყველაფერი, იმიტომ რომ არ გამოვა. როგორც წესი პირველი შვილი როცა არის ხოლმე, ხა მეორე და მესამეზე აღარ სალიათ ხოლმე მისთვის და შედარებით უკეთეს პირობებში არიან ისინი. ამიტომ მშობლობისთვის მზადება მნიშვნელოვანია მეგობრებო. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უამრავ შეცდომას უშვებთ და მე თვითონ მაქვს ძალიან ბევრი შეცდომა დაშვებული. რასაც ახლა ვიაზრებ. ხო, რასაც მე ვხვდები და აი ეს დაბალი თვით შეფასების გამო სერიოზული პრობლემები მქონია. მე-5 კლასში გადმოვიდა მოსწავლე, რომელიც თავიდანვე უკან დაჯდა, არანაირ კონტაქტზე არ გამოდიოდა, თან უცხოთ იყო. თან ისედაც ეს პრობლემა ჰქონდა, რომ მუდმივად ადარებდნენ საკუთარ დას, მუდმივად ეუბნებოდნენ, რომ იქ სწავლის პროცესში სულ ტირილით თავდებოდა და მუდმივად იყო წნეხის ქვეშ, რომ მას არ გამოსდის და ალბათ ასეთი ტერმინებიც, რაც წეგან ჩამოთვალე, ხშირად ესმოდა. ეს შედარების მომენტიც ძალიან ის არის, აი ხო, მასწავლებლებიც მიმართავენ ხოლმე სხვათა შორის კლასში, აი იმან რო დაწერა, შენ რატო ვერ წერ? შეიძლება და არც დაჩქარება, რომ ვიღაცა ნელა აზროვნებს, ვიღაცა ჩქარა, ამასა. ესე იგი, ამ შემთხვევაში ჩემი მთავარი მიზანი გახდა ის, რომ ვერ ვასწავლე, რანაირად უნდა ასწავლო მოსწავლეს, რომლისგანაც უკავშირს ვერ იღებ, ვერც ვიგებ, ხო? იგებს თუ არ იგებს.
არაკეთებს იმიტომ რომ შიში აქვს რომ მე ეტყვიან რომ არასწორია ვიღაცა წარუმატებლობის დასცინ შიში. და ასე შემდეგ. ესე იგი მთავარი ჩემი საფიქრალი გახდა ის რომ მას როგორ აუმაღლო თვითშეფასება. ხა რა უნდა გავაკეთო ამისთვის? ხო პირველ რიგში მშობელს დაველაპარაკე. ანუ რომ დაიწყოს სწავლა, პარასკევს ორშაბათს დაიწყოს სწავლა, გავიცანი ეს ბავშვი, პარასკევს უკვე მშობელს შევხვდი. მას მერე დავიწყე ფიქრი იმაზე, მე რომ მივალ კლასში კონკრეტული დავალებების დროს ჩასაფრებული ვარ, რომ ოღონდ ამ ბავშვმა ჯერ ხმა ამოიღოს. რამე თქვა, არ აქვს მნიშვნელობა სწორი იქნება, არასწორი იქნება. რომ მე მას შევუქო ცდელობა, რომ ოღონდ რამე თქვას, თუნდაც არასწორი იყოს და მე თუ შანსი მომეცა და ვიღაცამ ეს გამოიყენა და სწორ პასუხთან მივედით, ხო გამიმართლა. იმიტომ რომ ვიტყვი რომ აი შენ რომ თქვი ეს, ნახე, ამან ეს დაიჭირა და მერე მივედით სწორ პასუხთან. ეხლა როგორც კინოს ისე უყურებ, ეხლა ამ რა მოხდება. ხო, აი ხარ მე ვგეგმავ რომ იქნებ წლის ბოლომდე ეს ბავშვი რამენაირად, აი, იმიტომ რომ ვიცი რომ რთული და გრძელი პროცესია. სახში ვთხოვე მშობელს რომ ხშირად ჩახედოს, შეუქოს, რა გააკეთა, რო გააკეთა, არ არის საჭირო იქ შეცდომებზე ყურადღების გამახვილება. თან ეს არის მეხუთე კლასი, როცა უკვე მათემატიკაში წილადი შემოდის. ის არის რიცხვების ახალი სამყარო. იქ თუ დაიკარგე მორჩა, როგორც პირველ კლასში, ისე მეხუთე კლასში სრულიად ახალ სამყაროში შედიან, ხო? ანუ მე შანსი აღარ მაქვს რა მე-6 კლასში, რომ ის უკვე იტყვის, რომ რას ამბობენ ხოლმე, ისა მათემატიკური ნიჭი არ აქვს, ჰუმანიტარია და ასე შემდეგ. ნეტა მე რა დროს დავასვენი ეგ. მოკლედ, გავიდა რაღაც პერიოდი, გაყოჩაღდა აშკარად, იმუშავა ამან. მეორე მომენტი არის, რომ არა მხოლოდ საკლასო გარემოში, სულ ორი სიტყვაა საჭირო. დერეფანში. შეგიძლია რაღაც უთხრა, რომ აი დღეს ძალიან კარგად მისმენდი. არ ვიცი, რაღაც აი ჩასაფრებული უნდა იყო, რომ ოღონდ ეს უნდა იყოს გულწრფელი. ეს არ უნდა იყოს მოგონილი, არ უნდა იყოს, რომ შენ კარგი გოგო ხარ, შენ ჭკვიანი გოგონა ხარ, შენ ამას შეძლებ, ესეთი ფრაზები არ მუშაობს. შენ ზუსტად უნდა მიუთითო, რატო ეუბნები ამას. ზუსტად უნდა უთხრა, რა მოგეწონა. ამის შემდეგ პირველი სემესტრი რო დამთავრდა, წინ გადმოჭდა. მეხუთე კლასში პირველ სემესტრში ნიშნები არ იწერება. მეორე სემესტრიდან იწყება. მეორე სემესტრში 8-ს რომ მიიღებდა, ეს მას აღარ აკმაყოფილებდა. ის ითხოვდა მაღალ შედეგს. ის გახდა ძალიან აქტიური, მხოლოდ 1 წელი ვასწავლე და მე-6-ში და მე-7-ში რომ გადავიდა, სულ კითხულობდი, რომ რა შვება. ვერც ხვდებოდნენ მასწავლებლები, რატო ვკითხულობდი, იმიტომ რომ ამბობს პრობლემა აღარ ქონია. იმიტომ რომ რეალურად ის კი არა რომ მათემატიკური ნიჭი არ ქონდა და წაკითხულიდან და ამოცანის პირობას ვერ იგებდა და მათემატიკა მისთვის არა, ის არც კი ინდომებდა. მას არც კი ჰქონია მცდელობა ამისი. მოკლედ, თქვენ არ ვიცი, ამას არ იტყვით, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ამასწავლეს გაუმართლა და ალბათ ეს ის მოსწავლეა, რომელიც რო გაიზრდება, იტყვის, რომ მე მყავდა სავარაუდოდ დამთავრებული ექნება სკოლა. მასწავლებელი, რომელსაც ერქვა დაჩი და მან ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. დარწმუნებული ვარ ამაში. სხვათა შორის ერთსაც ვიტყვი, წეღარ მინდოდა მეთქვა, რომ ის რასაც გეგმავ მასწავლებელი, ხო? და მე ამას ანხორციელებ კლასში. და ეს გეგმა აუცილებლად უნდა იყოს. აი ის, რაზეც ჩვენ საუბრობდით, რომ კლასში არის სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლე. ზუსტად ამას გეგმავ. რა და როგორ გააკეთო, რომ ორივესთვის საინტერესო იყოს. ან ძალიან არ იყოს რთული, რომ ვიღაცამ ხელი არ ჩაიქნიოს, ამ პირიქით ძალიან მარტივი. ამისთვის ჩემ დამხმარე სახელმძღვანელოში არის რამდენიმე კითხვა ერთ ამბავზე კომიქსები სადაც არის და ზუსტად ასია შერჩეული კითხვები. პირველი ორი კითხვა არის ის, რაზეც ზემოთ ლაპარაკობდნენ. ამას ვიყენებ იმისთვის, რომ ზუსტად ასეთ მოსწავლეს ვკითხო. და ყოჩა სწორად გაგიგია, კარგია რომ ამას დააკვირდი, ვაქებ. იმიტომ რომ პირდაპირ მეოთხე კითხვა ვკითხო, ვიცი რომ ის დაიჭრგუნება, რთული იქნება, მინდა რომ მას ეს мотиваცია მიუცე. და რაც შეეხება ჩემ კმაყოფილებას, რომ აი მე რომ გეგმავ შევდივარ და გამოვდივარ, არც ისე ხშირად არის რომ მე გამოვიდე და ვთქვა რომ yes, აი ეს იყო ის რაც მე ბოლომდე 100%-ით მინდოდა რომ გამოსულიყო. არ გამოდის ასე, ამას ეს არ არის რომ მე რაღაცეები ვიცი, მეთოდები ვიცი, ახლა შევალ, გადავშლი წიგს, სად გავჩერდი, ჩავხედავ და გავაგზელებ და სასწაულ გაკვეთილს ჩავატარებ. არა.
გასაგებია თუ ადრე 1 საათი მჭირდებოდა ერთი კონკრეტული გაკვეთილის მოსამზადებლად, ეხლა რომ გადავხედავ უკვე ის რაც გამოცდილებიდან გამომდინარე 10 წუთში უკვე ვიცი, რა ვთქვა, როგორ თქვა, რას ვაკეთებ, იქ რომელ ამოცანას როგორ გავართულებ, კიდე რა კითხვას დამატებით დავსვავ, კლასიდან გამომდინარე თუ კარგად ვიცნობ უკვე კლასს ვის რას ვკითხავ და ასე შემდეგ. ანუ მასწავლებლისგან მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მასაც აინტერესებს ეს პროცესი და ალბათ ამ შემთხვევაში დაინტერესდება, ხო? აი ეს ორმხრივობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ დაწყებითი კლასები და რადგან თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ დაწყებით კლასებთან მიმართებაში, სწორედ მინდა კითხოთ, აი როცა მშობლებს უნდათ, რომ ბავშვები პირველ კლასში შევიდნენ მომზადებულები. ჩემმა შვილმა ამბანი იცის, ჩემმა შვილმა მეტება გამოკლება იცის. მე სულ ყვებიან ჩემი მშობლები ამას და მეც პატარა რო ვიყავი, სულ ამბობდი ხოლმე, რომ მე 4-5 წლის ვიყავი უკვე რო გამართულად ვკითხულობდი და ვწერდი, იმიტომ რომ მე მქონდა გაცხოველებული ინტერესი ამის მიმართ და მახსოვს, რომ სტუმრები რო ყვავდა ხოლმე, გაზეთებს მაკითხებდნენ და რაღაცა ეს ის იყო რა, როგორც ვიღაცას ლექს ხო, მე ეს თქმევინებდნენ ამღები, მე მაკითხებდნენ რაღაც კომუნისტურ გაზეთებს და ყველა გაოცებული იყო, რომ 5 წლის ბავშვი როგორ კითხულობს. მინდა თქვენგან მოვისმინო რეკომენდაცია, რას ფიქრობთ, როდესაც მშობლებს უნდათ, რომ აი რაღაცა უფრო წინ იყოს რა ბავშვი მოკლედ სხვებზე და იცოდეს, ცნობდეს ასოებს და რა მოხდა. ასწავლიან, უზიან, ამეცადნებენ. კი, აი აქ არის ორი რაღაც, ხა? თქვენც ახსენეთ და აი ეს ორი რაღაც მინდა რომ ძალიან ისე გავმიჯნოთ. ერთი, როდესაც ბავშვი იჩენს რაღაცის მიმართ ინტერესს. რა თქმა უნდა, არ უნდა ჩაუხშოთ პირიქით, შეგვიძლია დამატებით კიდე რაღაც რთული სიტყვები მოუძებნოთ და ის წავაკითხოთ თუ მეორეა რა მინდა მე მშობელს, რომ ეს იცოდეს და ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ მე მინდა. ხო, რა ჩემი შვილი ვიღაცა და მაგარი. და მე არ დაიჩაგროს იქ და არ ინერვიულოს რაღაცა რო არ გამოვა და ასე იგი მომზადებული მივიყვანო და ამის გამო ხშირ შემთხვევაში აი რა ერთი არ მინდა რომ რაღაცა ისე ძალიან ცალსახად რაღაცეები ვთქვა. ერთი მომენტი არის, როდესაც მე მშობელი ბევრ რაღაცეებს ჩემს პატარა შვილს 4-5 წლისას ბევრ რაღაცას ვაცნობ იმისთვის რომ აბა რა აინტერესებს. ეს ამას იმიტომ არ ვაკეთებ რომ მე მინდა რომ წერა იცოდეს, მე მინდა რომ კითხვა იცოდეს, მე მინდა რომ ანგარიში იცოდეს, მაგიტო არა. მე შეიძლება ბევრი რაღაც საინტერესო მას გავაცნო. თვალსაწიერი გავუფარდობ. რაც შეეხება წერას. წერის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, კალამი დაიჭიროს და ლამაზად ასოები თუ ციფრები წეროს. იმიტომ რომ მისია ეს ფალანგები ჩამოსაყალიბებელია, ის არის მთელი სხეული დაძაბული. მოტორიკა სხვანაირია ჯერ. ხო, ანუ ამის ძალიან წინ თუ მაინც და მაინც გვინდა, ავიღოთ პატარა ჯამი ჩავყაროთ ქვიშა და თითით დაწეროს ერთიანი, ორიანი. კარგი რეკომენდაცია. გვინდა რომ ციფრებს ცნობდებს, ვითამაშოთ. აი ზურგზე დავაწერ ახლა ამ ციფრებს და თუ გამოიცნობს რა ციფრი დავაწერე და ასე შემდეგ. რაღა კალამი უნდა ეჭიროს ხელში და ნახევარი საათი იჯდეს მაგიდასთან და წეროს, ხო, აი მთელი სხეული დაიძაბოს. არ მოეწონება ეს პროცესი რა. ნამდვილად უნდა მივაყენოთ. კი, ნამდვილად ასე. აი სუფთად, ანუ აი წერა თვითონ, აი რომ კარგად დაწეროს ბავშვმა, რამდენად აი ჩვენ დროს მასწავლებლები ამაზე ნიშანს გვაკლებდნენ. ანუ ირჩეოდა რა ეწერა, მაგრამ თუ იყო ცოტა ნაჯღაბნი, ამაზე ნიშანს გვაკლებდნენ. ორგანიზება რას როგორ წერ, სად წერ და მაგალითად ამოცანის პირობას ნახას რო ვაკეთებ და ესე იგი ვგეგმავ ჩემს მომდევნო ნაბიჯებს, ახლა მე თუ აბდაუბ დავწერა, მე თვითონ ვეღარ ვარჩევ და ხშირად ხდება ხოლმე ეს, რომ სად რა უწერიათ ბავშვებს, ვერ არჩევენ. ეს ცალსახად არ ვარგა იმის პროცესისთვის არ ვარგა. მიზნის მისაღწევად არ ვარგა. თორემ მე თუ გაკრული ხელი წერ ზედა კლასებში ვამბობ. მე თვითონ ვარჩევ რას წერ, ხო, მაშინ ამას არ აქვს მნიშვნელობა. დაწყებით კლასებში ის მოყვანილობა ასობგერის და ამას სხვა დატვირთვა აქვს კიდე გარდა იმისა, რომ უბრალოდ იმიტომ წერო ლამაზად, რომ მე ის წავიკითხო. ალბათ რაღაც პერიოდს მე საერთოდ აღარ დავწერთ და ახლაც ასე ხო ძალიან ცოტას ვწერთ. უკვე. იმიტომ რომ ყველაფერს რო წერ ხოლმე ხელი მალე მეღლება. ხო. ყალბით. ასე რომ ის რომ ლამაზად წერო იმისთვის რომ მე ის მათემატიკური ამოცანა ამოხსნა, ხო? არა, იქ შეიძლება მე ორგანიზებას სწორად მოვახდინო.
ჩემი ჩანაწერები სწორად გავაკეთო და შედეგი მივიღო. მაგრამ ის რომ აი ცუდი კალიგრაფია აქვს და ამიტომ სადღაც რაღაცა არ ვიცი, არ ამგონია რომ ეს რაღაც კავშირში იყოს, ცოტა მეეჭვება. გასაგებია. მოდით ვისაუბროთ სიტყვაზე, რომელსაც ქვია მეზარება. აჰა. ჩვენც ძალიან ბევრი რამე გვეზარება უფროსებს, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად იმის გამო რომ ბევრი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, ამ სიტყვის თქმის უფლებას ჩვენ თავს არ ვაძლევთ, ხო? მაგრამ რადგან სწავლა არის დაკავშირებული დილით ადრე ადგომასთან, უკვე ფიზიკურადაც გასაძლებია რაღაცეები, ამიტომ ძალიან ხშირად არის ეს შემოდის სიზარმაცე მოკლედ და მშობლების შეკრებებზე ხშირად გაიგებს. მე ძალიან ზარმაცია ჩემი შვილი. არაფრის გაკეთება არ უნდა. ყველაფერი ეზარება, ოღონდ წამოწვეს ან ოღონდ ბურთი ითამაშოს და მეტი არაფერი არ უნდა. ბურთის თამაში არ ეზარება. რა არის ეს სიზარმაცე? მოდი ვთქვათ და ზოგადად ეს სიზარმაცეა თუ რაღაცის არ გაკეთების სურვილი, რომელსაც სიზარმაცეს ვერაფერს ვერ უზავთ, არსებობს ეს, მაგრამ ის სიზარმაცე საიდანღაც მოდის. მას აქვს თავის მიზეზი. გადაღლა ერთი შეიძლება იყოს სიზარმაცის მიზეზი. მართლა შეიძლება ბავშვი გადაიღალოს, თუ მაგალითად 4-5 საათამდე სკოლაშია და მე კიდე რაღაც რამდენიმე მასწავლებელი ყავს, შეიძლება მართლა დაიღალოს და თქვას რომ ეზარება. ან მეორე მომენტი არის, როდესაც უინტერესოა ის პროცესი და მეზარება ის, რაც არ მაინტერესებს, რა უინტერესოა ის. მე ვაკეთებ და დიდად არ მიფასდება რა და აზრს კარგავს და მეზარება. მეზარება მალევე ქრება, როცა როგორც კი მას გარკვეული ინტერესი უჩნდება. კლასშიც ყოფილა მომენტი, როცა ვატყობ რომ ეზარება და თუ შეიძლება მასზე იმოქმედო, ერთი პირადად მას რაღაცა უთხრან, შეაქო რაღაცით ან დაპირდე ან რაღაცა ესეთი იმ მომენტში რაც მუშაობს და არა ის რომ აი ახლა რო არ მისმენ, მე შემაჯამებელს ვერ დაწერ. საშემოდგომო გამოყვება იყო ჩვენ დროს. ეს არ მუშაობს. ბავშვებში ეს არ მუშაობს არანაირად, მას გრძელვადიანი მუქარა არ მუშაობს. საერთოდ არაფერს არ ნიშნავს მისთვის ეს. ახლა ამ წუთას შედეგიც ასე უნდა. ახლა გავაკეთე, მე შექება რა, ახლავე მინდა. მეორე მომენტი არის ირიბად, როცა შენ გეუბნება რომ აი მეზარება რა და არ დავწერ. ანებებ თავს და ამბობ რომ აი პირველი 3 სწორი პასუხი და აგძელებ, აი უკვე თავს სამოწევს და უკვე უნდა, აღარ ეზარება. იმიტომ რომ мотиваცია დაინახა, შეჯიბრით გააჩნია ხა რა ტიპაჟია შეიძლება, უყვარს ეს შეჯიბრი შეიძლება. ამ შემთხვევაში სიზარმაცე ქრება, ესე იგი სიზარმაცე არსებობს, ვერაფერს ვერ ვიზავთ, მაგრამ მას აქვს რაღაც გამომწვევი მიზეზი. რაღაციდან გამომდინარე. თუ ეს გადაღლა მაშინ დაისვენოს. გასაგები, ახსენეთ ინტერესი და ინტერესის გაღვიძება. ამ ეპოქაში, სადაც ყველა ინფორმაციის მოძიება არის უმარტივესი წამებში, ინტერნეტის საშუალებით, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, სხვადასხვა აპლიკაციებით, დარწმუნებული ვარ თქვენ საგანშიც მათემატიკაშიც არის უამრავი აპლიკაცია, რომელსაც რა ვიცი, ნუ ხა თარგმნისთვის ეგეთი აპლიკაციები არსებობს სხვადასხვა ენისთვის დამხმარე. მათემატიკაში არსებობს დაანათებ ტელეფონს, ფოტომათემატიკა და გიხსნის ამოცანა. ხო, აი, არსებობს ამბულად. როგორ უძლებთ ამ კონკურენციას მასწავლებლები ზოგადად და რა არის ის, რაც მაინც ტოვებს ინტერესის, ასე ვთქვათ, პლატფორმას კლასში გაკვეთილზე და აი იმ მომენტში, როდესაც თქვენ რჩებით გაჯეტების გარეშე თქვენს მოსწავლეებთან მარტო. საგაკვეთილო პროცესში თუ შრალად მიდის პროცესი და მე უბრალოდ ვარ დასაწყისში ვახსენეთ ინფორმაციის გამცემი, მხოლოდ ინფორმაციის გამცემი. მაშინ აუცილებლად რაღაცა პროცენტი გამომყვება და ვიღაც დაიძინებს და იტყვის რომ ეზარება არ მაინტერესებს. იმიტომ რომ ინფორმაციას ხო დაგუგლავს ისედაც. ხო, თუ მაგას სხვათა შორის რაღაც ეტაპზე კითხულობენ რომ აი ეს კონკრეტული რა, რაში გამომადგება. აი ეს რაში უნდა დამჭირდეს მას. კი, ჩემი შვილი წაირა. ამაზე პასუხი არის ხოლმე ყოველთვის რომ არც არაფერი შეიძლება არ დაგჭირდეს ეს, მაგრამ მათემატიკა არ არის კონკრეტული ფორმულები ან კონკრეტული რაღაცა ამოცანის ამოხსნა. წეღანაც ვახსენე, მათემატიკა არის პრობლემის დანახვა, გააზრება
და იმ ინსტრუმენტებით ამ პრობლემის გადაჭრა, ამას ვსწავლობთ ჩვენ, ხო? ცხოვრებისეული უნარები. რა თქმა უნდა, ამას ვსწავლობთ, რომ მე რა, აი ამ მაგიდას რო ვიყიდი, ამას რო მოყვება ეს ინსტრუქცია, მე კი ვიცი იმ სახრახნისის ხმარება და ბრტყელტუჩასი, მაგრამ მე თუ ეს კარგად არ გავიაზრე, როგორ ხო, პრობლემა რა არის ჩემის, უნდა ავაწყო. ყველაფერი მაქვს. აი ხა ამ პრობლემას როგორ გადავჭრი? შევძლებ თუ ვერ? ზუსტად იგივეა რა, მე ვაძლევ მასწავლებელი ინსტრუმენტებს, ფორმულების სახით, სხვადასხვა მეთოდების სახით და აი ეს უნდა მოარგოს მან პრობლემის გადაჭრას. ამას სწავლობს და ამაში ვარჯიშობს ტვინი. ვისი ტვინიც ბევრს ვარჯიშობს, ის მერე ადვილად ჭრის პრობლემებს. მე მგონი ხელოვნური ინტელექტი თქვენ ვერ ჩაგანაცვლებთ მასწავლებლებს ბოლომდე. ვერას დროს. ხელოვნური ინტელექტი, ესე იგი, ნახეთ, მე თუ მინდა რომ რაღაც საკითხი ვისწავლო. მე ალბათ ამას შევძლებ ძალიან მარტივად ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. გამიცდა გაკვეთილი, რაღაც ცილინდრის მოცულობა არ ვიცი, როგორ ითვლება, ვკითხე როგორ ითვლება, იმან მითხრა ესე ითვლება. რაღაცა ვერ გავიგე, ვკითხე ეს ჰაში რა არის, მითხრა ჰაში ეს არის. მე რო ვკითხე რომ ალბათ ცოტა რო გართულდეს რა, ხვალ რომ მივალ სკოლაში, მასწავლებელმა რა შეიძლება მკითხოს, მიპასუხა, ანუ რეალურად მასწავლა რა. ხო. ადრე თუ ჩოთქზე ითვლიდნენ, მერე ის კალკულატორმა შეცვალა, უფრო სწრაფად აკეთებდა, ხო, რაღაცას. და კალკულატორი თუ გამოვიყენე, რაღაც კონკრეტულ პრობლემას ვჭრი, მაგრამ სიღრმეში ვერ შევდივარ, იგივე ფოტომეს თუ მე მინდა რომ მასწავლებელს მიუტანო მთელი ამოხსნა, მიუტან, ოღონდ აი აქ არის გამოწვევა მასწავლებლისთვის, რომ მე ხო ვიცი რომ შეიძლება ესე დაწეროს. ანუ მე რა გავაკეთო იმისთვის, რომ მარტივად მივხვდე, მან გამოიყენა თუ არა ხელოვნური ინტელექტი. ხო, ეს გამოწვევა არსებობს. ამასთან ბრძოლა და თქვათ ამისი აკრძალვა, ეს წაგებულ ომში შესვლა არის ეგრევე, იმიტომ რომ ამას ვერ გაექცევი. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ რამენაირად ბევრი ვიფიქროთ და ვიმუშაოთ იმაზე, რომ ბავშვებს დავანახოთ ამისი დადებითი მხარეც და უარყოფითი მხარეც. რომ თუ შენ გაუაზრებლად რაღაცას უბრალოდ ფოტომეს დაანათებ, თელ ამოხსნას გადმოწერ, მაგრამ ელემენტარულ კითხვაზეც კი პირველივე ნაბიჯზე გაიჭედები, მაშინ რა აზრი აქვს? რისთვის აკეთებ? ნამდვილად. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, რომლის გამოყენება მეც კი დავიწყე, კონკრეტულ ამოცანებს როცა ვაკეთებ ხოლმე, კარგად გვიკამათია. იმიტომ რომ და მithოვია რომ აბა გამირთულე ან გამიმარტივე. მე იქ რაღაც სხვა მიმართულებით წავსულვართ. რატო არ უნდა გამოვიყენო? მეც გამოვიყენებ, ოღონდ სწორი მიმართულებით უნდა გამოვიყენო და ბავშვებს ზუსტად ეგ დავანახოთ, როგორ უნდა გამოიყენოს სწორი მიმართულებით. და ის საფრთხეც დავანახოთ, როგორ შეიძლება ამან დაღუპოს რაღაც აი კონკრეტულ ეტაპზე, რაც იყო მისი მიზანი, რომ აი ეს ესწავლა, თქვათ, ბჭყალებში და ამით თავი გამოეჩინა, როგორ შეიძლება რომ რაღაც სამარცხვინო სიტუაციაში ჩავარდეს, იმიტომ რომ აღმოჩნდება რომ მასწავლებელი ამ ყველაფერს მიხვდება. მეც მიუხვდარ ვარ ხოლმე. მაგრამ არ მithქვამს ჩემი შვილისთვის. დებოდიში თუ არასწორად ვამბობ, მაგრამ რაღაც ერთ-ერთ დავალებაზე ძალიან ამაყი იყო და მაჩვენა ეს რაღაცა საკმაოდ დიდი ტექსტი რა და სიტყვების დათვლილი ქონდა, რომ აი ამდენი სიტყვაო და მე გამიჩნდა ეჭვი, რომ რაღაც ისეთი წყობა იყო წინადადებების, რომ ხელოვნური ინტელექტის გაკეთებული ხო არ არის თქო, მაგრამ არ ვუთხარი არაფერი და აი ძალიან საინტერესოა მასწავლებლის აზრი და მაგას საოცრად ვიკითხავ. ერთი სიტყვა არის კიდე პასუხისმგებლობა, რომელიც სასახად რა თქმა უნდა ესე ვერ ვიტყვით კონკრეტულად სად რა გარემოში უყალიბდება ბავშვს, მაგრამ ის რომ მაგალითად აი დავალება აუცილებლად უნდა შეასრულოს, რომელიც მასწავლებელმა მისცა მეორე თუ მესამე დღისთვის, ეს არის ალბათ პასუხისმგებლობა, ხო? რა თქმა უნდა ეს მოდის აღზრდიდან, ანუ როგორ იქცევიან მშობლები, ზოგადად რამდენად პასუხისმგებლიანები არიან, მაგრამ ალბათ რაღაცნაირად აი ეს რიდი თუ მოწიწება, რაც პედაგოგის მიმართ უფრო ხშირად მეტი აქვთ ხოლმე, ვიდრე მშობლის მიმართ, მასწავლებელზეც არის არა დამოკიდებული. ნამდვილად, მასწავლებელს ძალიან დიდი როლი აქვს ამ შემთხვევაში, ოღონდ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მასწავლებელმა ყველაფერი ქნას იმისთვის, რომ მოსწავლემ დავალება შეასრულოს და მომთხოვნი და ის მკაცრი მასწავლებელი, აი ხშირად მშობლებს პირიქით უნდათ, რომ აი მომთხოვნი მასწავლებელი ყავდეს ბავშვს, რომ აი ყველაფრის ფასად გააკეთოს. ხო, აი ზუსტად მანდ მივდიოდი, რომ ეს ზღვარი არ უნდა
დაგვერღვეს, აი ეს რაღაც ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს ისე, რომ მე ვარ ძალიან ისეთი კარგი მასწავლებელი, უყვარ ვარ ბავშვებს, მაგრამ აი სამაგეროდ იმის საშუალება აქვთ, რომ მათი სიზარმაცე გაიზარდოს, ასე ვთქვათ. ან ისეთი მომთხოვნი ვარ, რომ მაგალითად ღამეს გაათენებს და მაინც მოიტანს, ხო, დავალებას. არ მჭირდება რა, არ არის საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანი არის ბავშვისთვის თუნდაც ძილის რეჟიმი. არ არის საჭირო, რომ ის დილით 6 საათზე იღვიძებდეს, დავალებას აკეთებდეს. ერთჯერადად ეს შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი იყოს ის კონკრეტული რაღაც დავალება, ან შეიძლება ჯგუფში მუშაობდნენ ბავშვები და სხვები ვერ დააღალატოს და ასე მე ამას არ გულისხმობ. მე ვამბობ, რომ რეგულარულად თუ ეს გადაიზარდა იმაში, რომ მე ახლა ეს თუ არ გავაკეთე, აი არ ვამბობ, რომ მარტო რაღაცა მიყვირებენ ან დამსჯიან ან თუდნიშანს და აი ვერ ვაწყენინებ, ხო? ეს განწყობაც არ უნდა შევქნა მე მასწავლებელმა, იმიტომ რომ შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ მე ვერ გავაკეთო რაღაც სათანადოდ და მივიდე და უთხრა, რომ მას აი ამის და ამის გამო, რომ აი ამ საგანშიც ვეღარ მოვასწარი, დავიწყე, ნახე რომ დრო აღარ ყოფნიდა და თუ შეიძლება შემდეგ გაკვეთილზე ყველაფერს ჯაგაბარებ. მეცადინეობა სახლში. და არ გაგიკვირდება თუ გეტყვით, რომ მშობლის ოცნებაა, რომ ჯერ ერთი თუ მოასწრებს სკოლაში მეცადინოს ბავშვმა. ამას გულწრფელად ვამბობ და მეორე რომ ბავშვს კონდეს უნარი, რომ თვითონ გააკეთოს. ყოველთვის მე ასე რაღაცნაირად ასე გონია, რომ სწორია, რომ თვითონ გააკეთოს, მაგრამ ძალიან ხშირად აი ჩემი მეგობრებისგან ვსმენია, რომ ნუ შანსი არ არის თუ არ დავუჯექი, გამორიცხულია, ვერ აკეთებს და ასე შემდეგ. აი სანამ დავუჯდება, მანამდე ასე იქ. რა არის აი როდესაც ეხლა მე ჩემ თავს წარმოვიდგე ხო მე დამოუკიდებლად ვაკეთებდი, იმიტომ რომ არ ეცალათ ჩვენ მშობლებს ნამდვილად ფიზიკურად არ იყვნენ. მაგრამ აი რა შეგრძნება, როდესაც ზიხარ მეცადინეობ და სკოლაში მასწავლებელი გადგას თავზე, სახლში მშობელი გადგას თავზე. აი რა ხდება ამდენ? დავიწყოთ პირველი კლასიდან, როცა ძალიან მეორე კლასში, როცა მშობელი ძალიან აქტიურად არის ჩართული, იმიტომ რომ აი თავიდანვე უნდა რომ ყველაფერი ძალიან მესმის ეს ყველაფერი, გინდა რომ შენ შვილს ყველაფერი კარგად გქონდეს. კარგი სტარტი აიღოს, რომ მერე ეგრე გააგრძელოს. და აი სკოლაში ჩიაქონ, იმიტომ რომ როაქებენ ხარია და ასე შემდეგ და არ დაყონდეს იმაზე, რომ რაღაცა არ გამოვიდა, სხვებს გამოუვიდათ, მოტივაცია არ გამოიცვალა. ხო, აი, ბევრად მნიშვნელოვანია, რომ მან ისწავლოს, რომ რაღაცა შეიძლება შეეშალოს და ეს არაფერი. ბევრად მნიშვნელოვანია თავისი ემოციების მართვა ისწავლოს, ვიდრე ჩვენ მას თავიდანვე ეს თამასა ძალიან ზევით აუწიოთ და უთხრათ, რომ შეცდომა არ შეიძლება, შეცდომის დაშვება არ შეიძლება, შეგეშალა ამოხიე თავიდან, აი ასე რომ ტანჯავთ, რაღაც ეტაპამდე მართლა არის ხოლმე, აი ხედავ და გული მიკვდება იმ ბავშვის ნამუშევარს სახლიდან რომ მოაქვს ეს აი როგორ გითხრათ, აი ისე მოწესრიგებული რუეული, ხო აი და ნაწვალები და ნუ მისთვის ეს პროცესი ხანგრძლივია, სტრესულია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება და როგორც კი მეხუთე კლასში გადადის, ანუ მეორე სემესტრი ნიშნები რომ 10-იანი უნდა მიიღო. ხო, ეს იწყება თან მეხუთე კლასის დასაწყისში, რომ ხო იცი, რომ მეორე სემესტრიდან 10-იანები უნდა მიიღო. ანუ არის შემთხვევები, როცა 9-იანი არ განიხილება, არც კი განიხილება. 9-იანი და 8-იანი ხო ნიშნები არ არის. 10-იანია მხოლოდ. ესე იგი წარმოიდგინეთ ბავშვისთვის რამხელა სტრესია ნებისმიერი ფეხის დაწტენა, რომელიც ძალიან ნორმალურია, უკვე როცა მასალა იმატებს, რთულდება მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა იცვლება და ასე შემდეგ. სხვათა შორის ბოდიში მე ვიცი ძალიან პროფესიონალი ნეიროფსიქოლოგისგან შემთხვევა, როდესაც აი ესეთი ტიპის აღზრდის და ესეთი დიდი წნეხის შედეგად ნიშნებთან დაკავშირებით ბავშვმა შეაჩერა ფიზიკურად ზრდა. ანუ მას უძლიერესი ენდოკრინული დარღვევები დაეწყო იმ სტრესისგან, რასაც განიცდიდა მშობლისგან ნიშნების და სწავლის, ასე ვთქვათ, და აკადემიური მოსწრების გამო. ამიტომ ეს მართლა რეალური მაგალითებია, რომელიც, რა ვიცი, თუ ნებავთ გაითვალისწინოთ. თან ძალიან ცუდი გაგრძელება აქვს ამ ყველაფერს. ის, რაც მინდოდა მე მშობელს, რისთვისაც ამდენ ენერგიას ვდებდი,
ერთი ხო ეს პრობლემები, რომელსაც შეიძლება ალბათ ვერ ვიაზრებთ, რომ ვიცოდე, რომ ხო, ასეთი არა და კარგი საფრთხის მინდა იდეაში რა ჩემი თქმა უნდა. შვილისთვის, ხო? თორემ მე რო ვიცოდე, რომ მის ფსიქიკას ვაზიანებ და აგერ თურმე შეიძლება დაწკი შეჩერდეს, ხო? და ამ ყველაფერში ამდენ ენერგიას დროს ვდებ, თან თურმერეები ფუჭდება და მეორე მომენტი, უმრავლეს შემთხვევაში რაღაც ეტაპამდე მივყვები, მერე ვეღარ და როგორც კი ვეღარ, ეს ბავშვი ამოისუნთქებს ერთს და ხდება ბედნიერი, სამაგეროდ სწავლა მიდის და მიდის უკან. აი როგორც ცადა დედამიწა ეს ბავშვი იცვლება და მყოლია ასეთი მოსწავლე, რომელიც აგერ მე-4, მე-5 კლასშიც კი რო აი ყველაფერი რო სწორი აქვს. ყველაფერს რო სწორად აკეთებს და მე-6 კლასიდან რო აი უკვე 6-იანს და 7-იანსაც რო ვეღარ იღებს რა მე 7 კლასში, იმიტომ რომ დაისვენა მშობლისგან, დაისვენა აი ამ და აღარც უნდა და აღარც აქვს არანაირი ინტერესი რომ ეს ამიტომ მიეცით შეცდომების დაშვების უფლება, მიეცით დაბალი ნიშნის მიღების უფლება, ეს არ არის ტრაგედია. რა, ჩემთვის არასოდეს არ იყო და არის ამომავალი წერტილი ნიშნები, ალბათ უფრო პროცესი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და ის თუ როგორ ვითარდება ჩემი შვილი. ერთ დავამატებ. ამ შემთხვევაში გვეტყვიან რომ მე რო ასე გავაკეთო, ის არაფერს აღარ ისწავლის. მე არ ვამბობ რომ ასე უნდა მოვიქცეთ, რომ ყველაფერი ასე ხო, საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღებას, არა. ესე მარტივად რო იყოს საქმე, არა, ძალიან რთული პროცესია ესეც, რომ არც წვადი დავწვათ და არ ჩამფური, ხო, ეს ძალიან რთული პროცესია. აქაც ბევრი ფიქრია საჭირო, აქაც ბევრი უნდა მასწავლებელთან კონტაქტია საჭირო, რომ ვიკითხოთ რა გავაკეთოთ ჩვენ, ან ჩვენ უთხრათ მასწავლებელს მაგალითად, რომ მისი ხასიათებიდან გამომდინარე რა უფრო უკეთესია. ესეც შეიძლება. მასწავლებელს ჩვენ მივცეთ ინფორმაცია. ესე ძალიან ღირებულია და ამ შემთხვევაში როცა რაღაცას შეცდომას დაუშვებს და მას უკვე არ აინტერესებს, ასე ამბობენ ხოლმე მშობლები. აი დაუშვებს შეცდომას და არაფერი მასზე არ ეს ჩვენ გონია. ის ამას განიცდის უბრალოდ იმდენად აქვს ეს რომ ოღონდ თავი დამანებეთ და ამითი ის გეუბნება რომ არა, მაგრამ ის მაინც განიცდის ამას. ამიტომ მუშაობაა საჭირო. მისი ნებისმიერი წინსვლა უნდა დაფასდეს, ნებისმიერი მცდელობა უნდა დაფასდეს. როცა მე ვეუბნები რომ აი ეს 10-იანი უნდა მიიღო და ის რომ ხედავს რომ ეს აღარ გამოდის, აი მე იწყებს რომ არ მინდა რა, არ მინდა, არ გამომდის და მე იქნევს ხელს, მაგრამ როდესაც მე შემიძლია ერთ მაგალითსაც ვიტყვი, ერთ-ერთ პრეზენტაციაში მაქვს ესეთი ფოტო ჩასმული. ძალიან დაბალი ფარია და ბავშვის სიმაღლეზეა და იქ დგას ბურთით, მეორე ძალიან მაღალია ფარი და მესამე არის ნორმალური ზომის და აი აქ ზუსტად ის ნორმალური ზომის ფარი გვინდა, რას გულისხმობ? როცა ადვილად მისაღწევია რაღაც და პირდაპირ ჩააგდებ ასე ბურთს, ხო? ეს ინტერესს კარგავ ამ შემთხვევაში. როცა ვერც კი ამჩნევა, აი ვერც კი მიაწვენ იქ ბურთს და რა აზრი აქვს იქ, რომ იტყვი რომ არ მინდა რა არ მომწონს რამე სპორტი. აი როცა ისვრი, ხან ჩავარდება, ხან ზედ დატრიალდება ბურთი და გადმოვარდება, ხან მოხვდება იმას და ისე გადმოვარდება და შენ გაქვს იმისი мотиваცია რომ კიდე ისროლო, ამ შემთხვევაში ეგ არ ხდება. მაგრამ თუ მე ინტერესს უკარგავ თავიდან და რაღაც მომენტში ის ხდება რომ აღარ გამოდის რა ეს ყველაფერში სულ ტოპში ვიყო და სულ 10-იანები მივიღო, აი მე ყველგან ხო ვერ იქნები თან, თერი ცხოვრება. აი წარმოუდგენელი. თამასის ამბავი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შუალედი არის და ალბათ თუ კარგად იცნობთ თქვენ შვილებს, ფანტასტიკურად იცით, სად გადის მათი შესაძლებლობების მინიმუმი და მაქსიმუმი მეტნაკლებად და ალბათ სწორედ ეს დაგეხმარებათ, რომ აი ეს თამასა სწორად დაუწესოთ მათ და არ დასტრესოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. და მქონდა ესეთი კითხვა, რა არის ის თვისება კიდევ, თვისება არა, ქცევა უფრო მშობლის, რაც თქვენ გიშლით ხელს. ეს ერთ-ერთია ალბათ, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, მაგრამ კიდე აი მე მშობელი გიზი ვარ წინ, რომელიც ვიღებ ამ კრიტიკას, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად და ალბათ არც არის გასაკვირი, რომ ვაკრიტიკებთ ხოლმე მასწავლებლებს, სისტემას, ზოგადად საგანმანათლებლოს და გვაქვს ამის საფუძველი, მაგრამ თქვენ როგორც
კარგადაც ხედავთ ოჯახებს და მშობლებს, ალბათ ისე ვერავინ და აი კიდევ რა არჩევას მიცემდით მშობლებს? ხელის შემშლელი, ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი არის, როდესაც მშობელი კონტაქტზე არ გამოდის და არ მჰმ. თანამშრომლობს შენთან. როდესაც მასწავლებელი, მშობელი თუ საჭიროა ფსიქოლოგიც აი სამკუთხედი შეიკრება და მჰმ. რაღაცა კონკრეტულ პრობლემაზე ერთად იწყებს მუშაობას, ძალიან ადვილია ამ პრობლემის მოგვარება და გაცილებით მალე ხერხდება, ვიდრე თქვათ ცალ-ცალკე მუშაობით, ან შეიძლება ისეთი სიტუაციაც იყოს, რომ მშობელი ძალიან ცდილობდეს, მაგრამ მასწავლებელი ისე ხვდებოდეს სკოლაში, რომ ამას აზრი არ ქონდეს, ამ პირიქით მასწავლებელი ყველაფერს სწორად აკეთებდეს, მაგრამ მშობელს ისეთი რეაქცია ქონდეს, რომ მე ვეუბნები, ორმაგი სტანდარტი, ხო? მე ვეუბნები, რომ არაუშავს, რომ შეგეშალა და მე რა სამაგიეროდ ნახე და აი და აუი და აი მთელი ამბავი და ამ დროს და სახლში საქმე არის ხდება ერთი ამბავი. ამ პირიქით წიგნების მშობელი ფრიალი. ხო, ან შეიძლება პირიქით მშობელი აკეთებს ასე ყველაფერს სწორად, მაგრამ სკოლაში მიდის და იქ მასწავლებელი ეუბნება, რომ შენ ხო ამას მაინც ვერ გააკეთებდი ან რაღაც შენგან ხო არაფერი არ გამოვა, ხო? კი, შენგან არაფერი არ ვერაფერს ვერ მიაღწევ ცხოვრებაში. აი, აი ხო ეგ ხომ არის არსებობენ ესეთი მასწავლებლები. ხო არის ისეთი ფრაზები, რომელიც პირდაპირ ვიცით რომ არ ვარგა. პირდაპირ. ეს მაგრამ ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ბევრმა არ იცის. მათ შორის არის მასწავლებლებმა. მოდი კი, ვუთხრათ. უფრო რისი ხაზგასმა მინდა რომ აი რაღაცა კონკრეტულ ფრაზებს რო ვიტყვით, თუნდაც ეს რაც ჩამოთვალეთ, ამაზე ხო ცალსახად ეხლა ვიტყვით, რომ აუ ეს ბავშვს არ უნდა უთხრა, ამიტომ და ამიტომ. არის ისეთი ფრაზებიც, რომელიც შეიძლება გვეგონოს, რომ მერე არაფერი, მერე რა. მერე რა კი არა, შეიძლება გვეგონოს, რომ რაღაც კარგს ვეუბნები. ის რომ ვეუბნები, რომ შენ თუ ასე გააგრძელებ, ხო, ყველა გაჯობებს. და ამითი შეიძლება გვეგონოს, რომ მოტივაციას ვაძლევ, რომ აი მოიცა ეხა ან კონკრეტული რაღაც გააკეთა, აი დავალებები რაღაც, განტოლებებს ვსწავლობთ მაგალითად და 3 დღეა ვერც ერთი განტოლება ვერ ამოხსნა. და აი მეოთხე დღეს აღმოჩნდა, რომ ამოხსნა და შევხედე და მე შენგან არა, ხო, შეგძლებია და მე შენგან ამას არ ველოდი. რას ნიშნავს მე შენსგან ამას არ ველოდი? აი ეს ხო თითქოს ხო რაღაცა უარყოფითი ხო არ არის ხო თითქოს? და რაღაც ყოჩახ მიაყოლეთ ან აი ესე ვთქვათ, უფრო ის რო იყოს რა, დადებითი რო ჩანდეს, რომ მე შენგან ამას არ ველოდი ყოჩახ. არ ვარგა. არაფრად არ ვარგა. პირიქით ჯეროდა ყოჩახ, აბა რა, აი ეს როგორც კი შენ მას ასეთ ფრაზას ეუბნები, ესე იგი ის ფიქრობს, რომ მე აი რაღაცა სასწაული მოხდა რა, ერთხელ რაღაცა გავაკეთე და მე ესეთი ვარ რა, არაფერი არ გამომდის და ხანდახან გამომივა. მაგ დროს სულ ფიქრობ ხოლმე, რომ აი უბრალოდ რომ ჩვენი თავი დავაყენოთ მათ ადგილას, მშობლებმაც და მასწავლებლებმაც, რას ვიგრძნობდით, როცა ასე გვეუბნებიან, აი ეგ არის სრულად საკმარისი რა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პირადი ურთიერთობები, თანამშრომლებთან სამსახურებრივი ურთიერთობები და ყველა ეგეთი ფრაზა კარგად გვახსოვს, რაც ჩვენთვის უთქვამთ. ზუსტად ანალოგიურად ისე აღიქვამე. მე ასე მჯერა ბავშვით, იგივე ვთქვათ, აი მოტივაციის მოკლას თუ აი თვით შეფასებაზე რაღაცა ის გზავნილების, ვითომ სამოტივაციო გზავნილებს სწორედ ასე აღიქვამენ და ბოლოს მინდა კითხოთ, რადგან ძალიან ბევრჯერ დავინახე ჩვენ დღევანდელი საუბრის დროს, რომ მრავალი რესურსი არის საჭირო დღეს, აი 21 საუკუნეში ესეთი, ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი გამოწვევების წინაშე, ჩასართავი, რომ აი რამენაირად ეს 45 წუთი, რომ იყოს აი ბავშვების მზერა მასწავლებლისკენ მომართული. აი სულ მაქვს ხოლმე ეგ რაღაცა დედა, ხო რა ხდება კლასში, აბა ამასწავლებელთა როგორი სიტუაცია იქ როგორი, აბა უსმენთ, აბა იმიტომ რომ რაღაცა ყოფილა, რომ აი ბავშვები არ უსმენენ, იცინიან, ასე რაღაც შენიშვნები და ასე შემდეგ. აი მასწავლებლებს რას ეტყვით, მოდი ესე ვთქვათ, რა არის მათი მთავარი გამოწვევა, რაში არის მათი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა საუბრობთ რამდენი სკოლაა საქართველოში? ძალიან ბევრი სკოლაა. 3000 დაახლოებით 3300 სკოლა. ძალიან ბევრი მასწავლებელია და ყველა განსხვავებულია თავისი რესურსულობით. აი, რას ეტყვით მათ, რომ აი რაღაცა მათაც დავეხმაროთ, რომ აი ამ როდესაც თან ძალიან დიდი ასაკობრივი შუალედი ხო მოსწავლეს და მასწავლებელს შორის და ძალიან დიდი არის აი თვითონ
ხასიათში განსხვავება, მსოფლმხედველობრივი განსხვავებები და ასე შემდეგ. აი რას ეტყვით მათ? რა შეუძლიათ, რა მოიშველიოთ? ძალიან მნიშვნელოვანი არის წეღანაც აღვნიშნე მომზადება გაკვეთილისთვის. როგორ ვემზადები? ამ მარტო რესურსს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, თუ მე მაქვს ფიზიკური რესურსი, წინასწარ მოვამზადე, გამოჭრილი მაქვს, დალაგებული მაქვს, იმიტომ რომ კონკრეტული აქტივობა უნდა გავაკეთო. მე თვითონ ვიცი, რომ ბევრად ნაკლები ენერგია დამეხარჯება ზოგადად გაკვეთილზე. გულისხმობ, თუ მე მივდივარ იმ განწყობით, რომ მაქსიმალურად ყველას მინდა ის კონკრეტული რაღაც გავაგებინო, ხო? უფრო მეტი რესურსი მჭირდება, თუ მარტო მარკერით უნდა ვიდგე დაფასთან და თუ რაღაც რესურსი მაქვს მომზადებული, გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწევ. ტექნოლოგიებს თუ ჩავრთავ, კონკრეტული ვიდეო თუ მაქვს მომზადებული და გამიკეთებია ეს, რომ გავუშვებ, ვაპაუზებთ და ვსჯელობთ, აი სამწუთიან ვიდეოზე ვსჯელობთ ეს ასე რომ არ იყოს, ასე რომ არ ეთქვა და ასე შემდეგ. განვიხილავთ ამას. ეს მრავალფეროვნებაც მნიშვნელოვანია. თუმცა კიდევ არის ისეთი რაღაც ნიუანსები საგაკვეთილო პროცესშიც და კლასის მიღმაც, საკლასო ოთახის მიღმაც. ერთი ის, რომ მე ვიწყებ ფიქრს ამ კონკრეტულ კლასთან რა იმუშავებს. მაგალითად, ზოგთან შეიძლება იმუშაოს იმან, რომ ვეუბნები, რომ აი ძალიან მოსწონთ, როცა ერთმანეთს შეცდომას უპოვიან და ვიტყვი, რომ აი ახლა დავწერ 5 მაგალითს, ორში იქნება შეცდომა, აბა ვინ იპოვის პირველი. აი ვიღაცაზე ეს მოქმედებს. შეიძლება იყოს მომენტი, რომ ვეუბნები, რომ აი მეზარებას თვის, ხო? რაღაცა 7 ის არის კონკრეტული მაგალითი ამოსახსნელი და ვეუბნები, რომ წერ 15-ს შენ თვითონ ამოაჩიე, რომელიც 7-იც გინდა და ის გააკეთე. ანუ როცა არჩევანის უფლებას ვაძლევ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ვაკეთებთ ესე, რომ პირველი 10, პირველი 5 დავალება, ვისიც სწორი იქნება, ყველასი, ვისიც კი სწორი იქნება და გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვესაუბროთ მათივე ენით. მაგალითად, ტურიდან ტურში გადავდივართ. პირველი ტური, აბა წავიდა პირველი ტურის დავალებები. ვინ გავი, ნახევარფინალში გავა. აი ეს მომენტი. და ძალიან მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით აი ვიზეც ვამბობთ, რომ ცელქია, არ მისმენს, არ ჩერდება კლასის მიღმა ამ ბავშვებთან ურთიერთობა. მათთან საუბარი, მათი ინტერესებით დაინტერესება, რას თამაშობენ, რა ტერმინოლოგიას იყენებენ. მე მაგალითად 1-2 წლის წინ რომ შევამჩნიე, რომ მათ რაღაც თავიანთი ტერმინოლოგია აქვს და მე ვერ ვიგებ ეს რეებს ამბობენ. მე რომ ვკითხე, რას ნიშნავს ეს slay, goat, რაღაცა slay. ორივე ვიცი, გამაკარი ვარ. კიდე იყო რა, ეს რომ ვკითხე, გამოვკითხე და გავიგე, მე უკვე რველში უწერდი, ან ფურცლებზე ვაწერდი, რომ ამდენს თუ გააკეთებ. მოკლედ, ეს იყო мотиваცია რა. საიდან მოვიდა ეს мотиваცია? ჯერ გაკვირვებული სახეები. თქვენ საიდან იცით ეს სიტყვები? თქვენ საიდან იცით? სხვათა შორის ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ყველაზე მეტად მაშინ ვიქრინჯებიო, როცა შენო ჩემს კლასელებთან და თანატოლებთან ჩვენ ენაზეც ცდილობ ლაპარაკსო. აი ეგ უკვე თინეიჯერების პრობლემები. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ვეკითხები ხოლმე, რომ რას თამაშობენ, მიზანი რა არის ამ თამაშის. რომ აი გავიგო რა იზიდავს მათ. კი. ხო, ან რეალურად რაღაცა გაინტერესებთ ეს და გიყვარდეს ბავშვი, ხო, რაღაცა ალბათ ეს ძალიან მარტივი ჭეშმარიტებები. ბოლოს მინდა გითხოთ, ხშირად მეფიქრება ხოლმე ამაზე, რამდენად გრძნობს მასწავლებელი, როდესაც ბავშვის ოჯახში არაჯანსაღი გარემო, აი დაძაბულობა მაგალითად და რამდენად უნდა რეაგირებდეს მასწავლებელი ზოგადად ჩვენ რაღაც ამერიკულ ფილმებში ვიცით რა, რომ ეს ხშირად რაღაცა სოციალური სამსახურები და ასე შემდეგ. ანუ რამდენად არის ეს მასწავლებლის ხედვის არეში, რამდენად უნდა იყოს? მასწავლებელი ხვდება ბევრ ამეს. იმასაც კი თუ აი რა განწყობით მოდის, შეიძლება კონკრეტულად ვერ მივხვდეს. ზოგჯერ თვითონ ამბობს ბავშვი. ყოფილა შემთხვევა, რომ რატო ხარ ცუდ ხასიათზე და დღეს დილით დედამ და მამამ იჭყუდეს. აი ამიტომ ვარ ცუდ ხასიათზე. პირდაპირ გეუბნება. ზოგ შემთხვევაში ის მალავს და არ ამბობს. ეს მარტო ჩხუბი არ არის რა. შეიძლება ბევრი რაღაც სხვა მიზეზი იყოს, რის გამოც ის ცუდ ხასიათზე მოდის. რამდენად მასწავლებელი შეძლებს რომ ოჯახში ჩაერიოს, არა, მაგრამ მასწავლებელი როცა ამჩნევს ამას,
ის აუცილებლად უნდა შესაბამისად რეაგირებდეს. პირველ რიგში არ არის საჭირო დეტალებში ჩაძიება, იმიტომ რომ ეს არაფერს არ მოგცემს დიდად, ხო? მაგრამ მნიშვნელოვანია რომ შენ შეამჩნიე და ამაზე სწორი რეაქცია გქონდეს, იმიტომ რომ რეალურად გაგიჭირდება შენი მიზნის მიღწევა, თუ შენ მას არ გამოუკეთე, ასე ვთქვათ, ხასიათი. და მისი ემოცია არ დაინახე. კი. და ხშირ შემთხვევაში პატარებთან ან თვითონ მოდის გეხუტება, ან შენ ეხუტები, ან ეს კი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ემოციური მდგომარეობა საგაკვეთილო პროცესში. გარედან შემოტანილი. ესე მასწავლებელიც ასეა, როცა მას პრობლემები აქვს და შედის, გარეთ ტოვებს, ხო? ეს ვიცით, ხო? ეს ფრაზა, რომ გარეთ უნდა დატოვოს და ბავშვი ვერ ტოვებს ესე გარეთ თავის ემოციებს. ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია და მისია გაქვთ. მინდა ვისურვო, რომ მასწავლებლობა საქართველოში იყოს ისეთი ბევრად უფრო კარგად დაფასებული პროფესია. მინდა ვისურვო, რომ სახელმწიფო აიღოს საკუთარ თავზე ვალდებულება, რომ მასწავლებლები პროფესიულად გაიზარდონ და მათ კონდეთ მოტივაცია, სწორედ ისეთი მოტივაცია, როგორითაც თქვენ საუბრობთ ახლა საგაკვეთილო პროცესზე და თქვენს მოსწავლეებზე, რომ ეს რაღაცნაირად განათლების ხარისხზე საერთოდ ყველაფერი არის ალბათ დამოკიდებული და ეს სკოლა არ არის მხოლოდ განათლება, ხო? ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი შვილები პიროვნულად ყალიბდებიან. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, პრაქტიკული რეკომენდაციებისთვის და იმისთვის, რომ იყავით ჩვენი პოდკასტის სტუმარი. დაგვიწერეთ თქვენი გამოხმაურებებიც, მივიღებთ რეკომენდაციებს და არ დაგავიწყებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და არ გამოგცეთ შემდეგი ეპიზოდები. დროებით.